ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს. რეგალიებს ბოლომდე ვერ ჩამოვთვლი. ექიმი, პოეტი, მთარგმნელი, მოგზაური 6 წელი ცხოვრობდა და მეგობრობდა მრავალი ბესტსელერის ავტორთან, კარლოს კასტანედასთან. ის მუშაობს აუტისტ ბავშვებთან, რომლებსაც მოიხსენიებს ბრწყინვალების თაობად. მის პოეზიას 22 მილიონი მკითხველი ყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი შემოქმედების მიმართულებას ნეიროვიზუალური პოეზია ჰქვია. არის მრავალშვილიანი მამა. მერაბ ხიდაშელი. მოგესალმებით, ბატონო მერაბ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით. მადლობ თქვენს. მე მინდა გითხრათ და გკითხოთ, ვინ ხართ თქვენ? ადამიანი, რომელსაც მუდმივად რაღაც აინტერესებს, აი თითქმის სიბერეშიაც კი რაღაცას ეძებს და ცხოვრობს დღევანდელი დღით, ამ წუთით და ამ წამით. ადამიანი ცდილობს სხვისი ტკივილი გაეზიაროს, მეტ-ნაკლებად როგორც გამოზდის და მიაკლიოს იმას, რაც არათუ დამალულია, არამედ ყურადღებას არ ვაქცევთ და ვუკეთებ მთლიან იგნორს. დღემდე არ ვიცი, ვინ ვარ, დღემდე არ ვიცი. ცოტას მიუახლოვდები, უცებ გასყლდება რაღაცა და ვხვდები, რომ აბსოლუტური იდიოტი ვარ. აი მარტივად გეტყვით რა, მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებს სიტყვის სინტაქსისის ღვიმეებს. თქვენ ძალიან ბევრ ისეთ ადგილებში ხართ ნამყოფი, აი მაგალითად ტიბეტში მე ვოცნებობ, რომ მოვხვდე. იყავით ტიბეტში, რამდენი წლის იყავით? პატარა, 17. პატარა არა, გაუცნობიერებელი, მაგრამ სავსე იმედებით, რაღაცა ვარდისფერი ფიქრებით, თუმცა უცებ ჩამაგდეს ისეთ საოცარ ორმოში და ნელ-ნელა ხვდები სამწუხაროდ ნელ-ნელა. ეს ორმო იყო უზარმაზარი კიბე, არაფერი, ჩავედი, იყო რაღაც ურთიერთობები. 17 ბიჭისთვის ძალიან რთულია, გავიქეცი ასე თქო სახლია. დედაჩემი და მამაჩემი გასნობილი ექიმები იყვნენ. მინდოდა მენახა, არცული რომ ნაადრევი იყო, ნახე საოცარი ადამიანები. ტიბეტში ხასამდე მივაღწია დედაქალაქამდე. იქ არის რამოდენიმე განშტოება ბუდისტურ სამყაროში. მაინტერესებდა ისევ და ისევ კითხვა, როგორც მაშინ, ეხლაც. წარმოგიდგენი ახლოს ხოლმე, ერთ და იგივეა. რისთვის ვარსებობ? და მადლობა უფალს იქ მოხვედრის მერე მივხვდი, რომ არა მარტო აზრი აქვს. ეს არის საოცარი საჩუქარი, სიცოცხლე და ელემენტარულად უნდა გქონდეს იმისი უნარი დავინახოთ. ის რაც შენ ხვიცი ხდება. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რა მოახდინა? ჩემი თვალით ვნახე, როგორ ფლობდა ადამიანი ჩვენი ეკლიპტიკის 8 წერტილს. ეხლა ამჟამად მე და შენ ფლობთ 3-ს. აი გაგახსენებ სკოლის ფიზიკას, ხო? X, Y, Z. X არის ეს არის სიმაღლე, ეს არის და Z რა არის? მოსულობა. მეოთხე, მეხუთე, აი ეს არის ჩვენთვის აბსოლუტური სხვა განზომილება და ამის მიღწევა არის, სხვადასხვა, მაგრამ 8 წერტილის ფლობა. ეს არის, თითქმის ნახევარღმერთის, ასე რომ ვთქვა, ძალიან ისე. მე ვნახე ჩემი თვალით, მე ვნახე ჩემი თვალით, როგორ იმოგზაურა ადამიანმა წყლით დაფარა 3000 მილი რამოდენიმე წამში და აღმოჩნდა მეხიკოდან სხვა ადგილას. თქვენ ხართ პოეტი. დიახ. ყავთ 22 მილიონი მკითხველი. ეს არ არის ცოტა. როგორ მოახერხეთ? მოკლედ გეტყვია, რო არა პოეზია ჩემი არსებობას აღარანაირი არ გეუბნები ამას გაზიადებულად. მე შექმნილი ჩემი მიმართულება პოეზიაში დავარქვი მას ნეიროვიზუალური პოეზია. დადაიზმის მერე ახალი არ შექმნილა არაფერი. გავიდა 100 წელი. აი კითხვაში მქონდა ჩაწერილი ეგ და ბარემ მითხარით რა არის ეს? ეს არის ძალიან მარტივად აგიხსნი. მე შევძელი, ალბათ შევძელი, რომ ჩემი პოეზიისთვის მინიატურები და რაც არის მიმეცა სამ განზომილებიანი ეფექტი. ანუ, როდესაც კითხულობ ნაწარმოებს,
თუ რა თქმა უნდა ჭირდება, ხო, ერთი ნუ არის. ცოტა ინტელექტიც უნდა. თუ ცოტა ინტელექტუალური დაზემოსლება წაიკითხა ეს ნაწარმოები, ის არა მარტო კითხულობს ამ გრიმუარივით, არამედ ის ხედავს. დაიწყე ბოლოდან და მიხვალ თავში თუ შუადან მიხვალ თავში და მერე ბოლოში აზრი არ იკარგება. პირადად იცნობთ ტრამპს. კი. მომიყევით. ფანტასტიკური ტიპია. ფანტასტიკური იუმორით, აქვს უზარმაზარი შინაგანი ძალა. ტრამპს აქვს არანორმალური სურვილი, რომ რაღაცა ქნას. ეს რაღაცა შეიძლება იყოს ბაშურის აქციელი. კაი ტიპია მოკლედ რა და მე ძალიან გამეხარდა, რომ ჩემს საყვარელი ქვეყანას როგორც არის ამერიკა დღეს ყავს, ფანტასტიკური პრეზიდენტი და კიდევ ერთ თავართვისებაზე გამოვყო. მას შეუძლია თანაგზნობა. მე ვიცი ძალიან ბევრი აფრიკული ქვეყნები, სადაც მან გააკეთა საოცარი რაღაცეები, ფულის, არა მარტო ფულის, აი მას აქვს ეგეთი გამოთქმა, მე არ ვადლებ ფულს, მე ვადლებ ცურნას. სკოლის აშენება, სამონტყოფო, არა მე ინტერაქტიული რაღაცების მიცემა. იაპონელებმა გააკეთეს საოცარი ახლა ხანს ექსპერიმენტი. მათ გამოვკითხეს სიკვდილის პირას მისულების 3800 კაცის დიდი ციფრია ძალიან. და კითხეს. რამდენი ხანი იყავი ბედნიერი ცხოვრებაში? როგორ გონია ყველაზე დიდი რამდენი 8 წუთი. 8 წუთი? გამოვკითხვა იყო ძირითადში 70-დან მათ დიდხანს ცხოვრობენ იაპონიაში. თითქმის 100 წლამდე მიღწეული. ტიპმა მთელი ცხოვრება იცხოვრა. არ იყვნენ ბომჟები და არა, მამინისტრალები და წერლები და 8 წუთი. ეს რადიონის კატასტროფაა. ბედნიერების განცდა. და მე როგორ დაახარისხეს. აი, გეხვეწებია ეს მნიშვნელოვანია. ყველას ერთი მნიშვნელობა გამოუვიდა რა გოდის იქნება ბედნიერად. მაშინ გოც კი არა ფული იშოვეს ან არა. როცა სხვას რაღაცა გაუკეთეს. ეს მიზგია. ფაუსტი ხო გახსოვს, შეჩერდი წამო როდის თქვა. როცა თვითონ გააკეთა რაღაცა და ამისთვის მადლიერი საყებინა. როდესაც ჩვენ უკეთებ ვიღაცას კარგს. ბედნიერება მარტო ეს არის. სხვა ბედნიერება არ არის. ეს არის ზღაპარი. ადამიანის ფუნქცია კი აი მართლა ეს არის. მომიყევით მექსიკელ შამანზე. მექსიკელი შამანი დონ ხუანი იყო ის ტიპი, ვიზედაც მე წაკითხული მაქვს 12 ტომი და მან გამოზარდა ადამიანი, ვისთანაც ვიყავი 6 წელი. კარლოს კასტანედაზე მაქვს ლაპარაკი. ეს არის ადამიანი, ვინც სამყაროს მისცა. არ ვიცი, მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე ტიპი ადამიანის ფორმაში, ვინც სამყაროს მისცა იმის ნახევარის კი რაც გააკეთა კარლოს კასტანედამ, რომელიც იყო ესპანელი, რომელსაც დაამთავრა ამერიკაში 2 უნივერსიტეტი, იყო ანთროპოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი. შემთხვევით გაჩიტა ეს მექსიკელი დონ ხუანი მასწავლებელი, უკვე მოხუცი იყო მაშინაც და რომელიც გახადა ის ვინც გახდა. ეს არის თანამედროვე ტიპი, გამოშვებულია 12 წიგნი, რომელიც გაყიდულია, ყველაზე მილიარდია გაყიდული. აი არანორმალურად მადლიერი ვარ. ამაზე მეტი გამართლება, ნუ რა უნდა, ფაქტი მიმართლებს მეგობრებში, კაი ტიპებში, ვეწყობა ვეძებდი სულ ამას. რომ ვინ იყო კარლოსი ვიზერმე ლაპარაკი. ეს იყო ადამიანი, მოკლედ გეტყვი რა, შენ ხო კითხვები გაქვს. დიახ. შენ ხარ საკმაოდ საინტერესო მასტი კათინაური არ არის, ნუ დავწყვეტ ესე რა. რითი ხარ საინტერესო ის ეძებ რაღაცა. სულ ჩხირკედილაო და სულ ჩიჩქნია, აბა ეს რა არის და ამით იზრდება. გია ჯაჯანიძე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჯაჯანიძეს აქვს უამრავი კითხვები, არა? რამდენი პროცენტი კითხვები? 100-დან. ნუ ერთი 50-ზე მეტი, ხო? რა გულისხმობ? ვინ ახარ ისთვის ხარ და უნდა გააკეთო ბოლო და ასე შემდეგ. კითხვები აღარ აქვს. ცოტა საჩუქარია. მე რა ფრიდაშოს. ალბათ ურთიერთობის შემდეგ კითხვები აღარა. მე ვიცი როგორ არის მოწყობილი სამყარო. მე ვხედავ სამყაროს. მე ვიცი როგორ არის მოწყობილი ადამიანი. მე ვიცი რისთვის არის ადამიანი. მე ვიცი ვინ გვჭამს, ვინ გვემეგობრება. რა არის პლანეტა დედამიწა? რა არის მზე? რა არის ირემი? ეს თქვენ ყველაფერი იცით.
და რა გვეშველება? ეს არის აგრესია, ეს არის უსიყვარულობა, ეს არის პატივისცემა და უამრავი რამდენი ერთი ჩამოგითვალოთ. ვია, მე სანამ მოვიდოდი შენთან ფიქრობდი ეს ინფორმაცია მეთქვა თუ არ მეთქვა. მაგრამ ალბათ არის რომ ცოტა მაინც ინიექცია გავაკეთოთ. გეტყვი, მოგიყვებით ძალიან პატარა ამბავს. პლანეტა დედამიწა არის დაპყრობილი მე-9 საუკუნეში, ეს არ არის ფეიკები და ბოდვები და წინში წაკითხული ინფორმაცია. მე-9 საუკუნეში პლანეტა დაიპყროს ეგრეთ წოდებულმა არეორგანულმა არსებებმა. კარლოსი მათ ეძახდა ლეტუმი, ფრინავები. და მექსიკურად ეძახდნენ ვოლადორეს. ფოტოც არსებობს ამითი გადაღებული. ეს არის არეორგანული ტიპები, რომლებმაც მოახერხეს გია საოცარი რა. ჩვენი საუბარი ეხლა, როცა ძალიან გვეშინია მოსელექტივდება ხოლმე შიშები, აგრესიები, რაც მკითხე, ზიზღი, გაუტანობა. ეს ადამიანის არ არის. ეს მათი დამონტაჟებული, დამატებითი სქემატოზული მოდულია, რომელიც ჩაგვიდეს მეორე ტვინი მოხსეს. ჩვენ ჩაგვიდეს? კი, როგორც ვდეთ ხოლმე ჩვენ. როგორ ახერხებდნენ ამას, ეს თალკე თემაა. მათ სულ გამოცვალეს ისტორია კაცობრიობის. მე-9 საუკუნის მერე. გახსოვს ეგეთი ფრაზა, რომ სატანის ყველაზე ცფიერება არის იმაში, რომ მან დაგვერწმუნა, რომ ის არ არსებობს. ესენი არიან. მათ მოიტანეს სინტაქსის წყობა, ანუ სკოლაში ხო გვისწავლია კითხვა ვინ და კითხვა რა. რა ვინ არის? ისე დონეზე გავკადმიოდით, რომ რას ვეძახით დედამიწას. ეს ზესაც როგორც უსულოს ისე ვინ არის ადამიანი. ხო? ეხლა ნახე რა ხდება გინო. ორგანული არსებები ჩვენ დაგვერწმუნეს აი ამ ტიპებმა, რომ ცოცხალი არის მხოლოდ და მხოლოდ ორგანიკა. ამიტომ თუ კაცობრიობა ელის აიდაღაც ნუ უსხოპა ინტელექტს მოვკლავს და მოვსრავს ამ ტრებს, ის უნდა იყოს ორგანული. ვირუსიც კი ორგანულია. ამაზე შევთანხმდით. თუ არის, ანუ თუ ორგანიზმი არ შეიცავს ნახშირბადის მოლეკულებს, ის ცოცხალი არ არის. მე მანახა კარლოსმა ეს ტიპები. ჩვენ ყველაფერი გამოცვლილი გვაქვს. ეხლა რა შუბიან ეს ტიპები? ვინ ჩვენ დავგიწყოთ? აი დავხატავ ისე ძალიან სქემატურად, მოდი ხო? აი ადამიანს. ადამიანის ენერგეტიკა გია, ადამიანი არ არის ხო დამეთანხმების ყველა ვიცით, კანი, ხორცი და ნერვები. არის ენერგეტიკა. ადამიანი კვდება მაშინ, როცა ენერგეტიკული ბოლო მოლეკულა ხრება. ნორმალურ ადამიანს ენერგეტიკა ეწყება ტერფებიდან და ეკვრება აი აქ. დიახ. აი ეგეთი ფორმის არის. ეს პარაზიტები, ეს არაორგანული მტაცებლები ქვიან, იწყებენ ამ ენერგიის ჭამას, ტრაპეზობენ ჩვენით რა და ტოვებენ აი ფეხის ტერფის დონეზე, აი აქამდე. ანუ აი ეს უკვე აღარ არის გესმის? მოცილოთ. აი სადღაც აი ამ დონეზე რჩება. რატო არ ჭამენ ბოლომდე? ბოლომდე რო შეჭამონ, ხდება ადამიანი. ეს ენერგეტიკა მე რომ სცენარის იზრდება დაახლოებით 6 თვეში ადის და აღწევს მუხლამდე. მაგრამ მუხლამდე არ აცდიან. როგორც კი ეს კოჭის ზემო ცდება, ისევ ჭამენ და ისევ ჩადის აქამდე. მათ აქვს შიში, რომელს გაეშიფრებიან. ეხლა რატო? ისთვის ჭირდებათ ეს? შენ რო გასცე პორცია ენერგიის, გია, აუცილებლად უნდა გავრასდე. ადამიანი არის ჩაკეტილი სისტემა. აგეთი ფორმაა. ენერგია შიგნით ვერ შედის და ვერ გადის გარეთ. გარეთ გასვლის საშუალება აქვს ერთი, როდესაც ხდება მამაკაცის მიერ აი ამ ბინდუს გაშვება, როცა ოფულდება ქალი, ხო? სხვანაირი ენერგია ვერ გადის. ვერ შემოდის. როდესაც შემბრაზდები და გიწყობენ უამრავ მანიპულაციას.
გაბრაზდე როგორც კი აკეთებ პირველ გაბრაზებას ენერგია გამოდის როგორ ხდება აი ამის როგორც სითხე ისეთი გამოძრულ წეწეპო და აი ამას თქლავდა ისე იგი თუ ადამიანი არ გაბრაზდა არ ეშლენ ნერვები არ არის დაბალ ვიბრაციები სიხშირეზე ის საჭმელს ვერ მიირთმევს ამიტომ მთელი სამყარო გია მოწყობილია ისე რომ შენ მე და მთელი კაცობრიობა უნდა იყოს გაბრაზების მიჯნაზე 3 დღე მაპატიე და ვარწყევდი როცა ესენი ვნახე უზარმაზარი შავ ეს ხილვა იყო? არა რაც არა ხილვა პირდაპირ ნახე? რა თქმა უნდა რატო ხილვა ეს არის ძალიან ეს არის არაორგანული არსებები გია ჩვეულებრივად ჩანა ოღონდ შენ და მე ვერ ვხედავ ინფორმაცია რომ ესენი არსებობენ არის დამაყური არის ერთადერთი გზა თვიდისციპლინა და მთელი რიგი კომპლექსები ვადის რომელიც კასტანედამ დაუტოვა ხალხს თქვია ტენსიურ რიგი და დევს YouTube-ში და დევს ყველას დააკეთე ელემენტარული ვარჯიშებია როდესაც შენ ამებს აკეთებ და კონცენტრირებული უფრო თავშევ შენი ენერგია ხდება უგემური ამათვის გია სევულის არ ხარ იმათვის განებებენ თავს ერთადერთი გზაა რომ შენი ენერგიაზე უარის თქვა მოდით გეტყვით ერთ საინტერესო ამბავს როცა გავიგე მე თქვენი დამოკიდებულება და ის საქმიანობა რაც ეხება აუტისტ ბავშვებს ამაზე დიდი სიკეთე არ ვიცი თუ რამე თქვენ გაქვთ სპეციალური პროგრამა მუშაობთ ამ თემაზე 24 წლის გამოცდილება გვაქვს მუშაობთ აუტისტ ბავშვებზე და მოზარდებზე ჩვენ გავაკეთეთ საოცარი რამე იგივე კანუჩალაიმა და მე ადამიანი არის სიხშირე გია დიდი ხანია ცნობილია რომ შენ თუ ხარ ცუდად რაღაცა მუსიკის დონეზე რაღაცა დაგიკრო და მშვიდები და ასე შემდეგ მაგალითად აი წყლის მოლეკულაზე გახსოვს ექსპერიმენტები როცა წყლის მოლეკულას მოასმენინეს ბეთჰოვენი, მოცარტი, გაიდნი ის არის ფიფქის ფორმა მე მოასმენიეს გინება, როკი აი რაღაცა საჭი და ადამიანში ჩემოგია წყალი არის 78% მე და შენ წყლის არსებები ვართ და ხან წარმოგიდგენია როდესაც ჩვენ ცხოვრობ დაბალ სიხშირეზე ჩვენი წყალი ანუ ჩვენ რამდენობაში დაღრესილები დაბვლელები დავდივარ ეს ხო ფაქტია ხო ამიტომ ჩვენ ის კომპოზიტორია ჩვენ მუსიკის საშუალებით მე ექიმი ვარ მუსიკის საშუალებით მივახციეთ ამ ბავშვებს გამოყვანას და სტაბილიზაციას ეს მოსასწავლია ამ ბავშვების კურნალობა ღირს ძალიან ძვირია ასე უნდა ფული კონდეს და ძალიან ბევრს ფული არ არის და ძვირი სიამოვნება მოკლედ ჩვენ ამას ვაკეთეთ ყოველგვარი განსხვავების გარეშე და მაინც ვიტყვი იმას არ შემიძლია თქვა და არ მოუხედო მადლობა კახი კალაძის ჩვენ ახლა ვაკეთებთ აუტიზმის ცენტრს რიყეზე კლუბი გვაქვს გაკეთებული დათო ეგვგენიძეს არის ჩვენთან რომელსაც მოვახმართ აი ამ პრობლემას აი ამ ისტორიას ამ ამბავს ის ძალიან გვეხმარებს ან მერიც იქნებოდა იმ დროსაც კი ეხლა გვეხმარება ძალიან რა მინდა იცით გითხრათ კიდე გიმეორებ ამოუწურავი პიროვნება ხართ გადაცემას თავისი ფორმატი აქვს და სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ დიდი მადლობა დიდი მადლობა გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო ეს იყო სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად მიყურეთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე მიყვარხართ